საღამოშვიდობისა, მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენს ონლაინ საკვირაო სკოლაში შემოსულები. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარის კურსდამთავრებული, ჩემი კარგი მეგობარი, კურსელი, გაბრიელი ჯუბათომაძე და გაბრიელი დღეს ჩვენ გვესაუბრება ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოს შესახებ. ჩვენ წინა საუბარში რამდენიმე თემა გამოვყავით და ერთ-ერთი იყო 7 საეკლესიის საიდუმლოება და დღევანდელ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწია გაბრიელი და გაბრიელი გვესაუბრება ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოზე. გადმოგცემ გაბრიელ სიტყვას, გაგიზიარებ ეკრანს, ხაზს და თუ გამოჩნდება დასტური მომეცით და შეგიძლიათ დაიწყოთ. გაიხარე მირზა, დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენთან ყოფნა დღეს და ასევე საპასუხისმგებლოა. მირზა, ჩემთან ჩანს ხატი. მე მგონი დანარჩენებთანაც ჩანს ნათლისღების ხატი და ხომ ეს იმიტომ ავარჩიეთ, რომ რადგანაც ჩვენი საუბარი ძირითადად შეეხება საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთ უპირველეს, ალბათ იმ საიდუმლოს, რომელსაც ასე ვთქვათ, ხელში უპყრია გასაღები მორწმუნე ადამიანისთვის, რომ სულიერ ცხოვრებაში შეაბიჯოს, ეს არის ნათლისღების საიდუმლო და ყველამ კარგად ვიცით თუ რა მოხდა 19 იანვარს, როდესაც დღესასწაულობთ ჩვენ ამ დიდებულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ნათლობას და რა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს და ზოგადად ნათლობას ჩვენთვის. ისევე როგორც მირონცხებას და სანამ დავიწყებთ თხრობას, უბრალოდ ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი პერიოდი მე და მირზამ ერთად გავატარეთ სასულიერო აკადემიაში სწავლების დროს და ჩემი დიდი მეგობარი, სულიერი ძმა და გვერდში მდგომი არის და მოკლედ არის ხოლმე ბევრი საკითხი, როდესაც კონსულტაციას ვიღებ ხოლმე თვითონ მირზასგან და მადლობა ამისთვის მირზა. გაიხარე. კარგით, მოდით დავიწყოთ. ესე იგი, როდესაც ნათლისღების საიდუმლოზე და ზოგადად ნათლობაზე ვსაუბრობთ, მორწმუნე ადამიანს ყოველთვის ალბათ თვალწინოდგება ჩვენ წინ რა ხატიც არის დაბრძანებული, ეს არის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომლის მარჯვენა ხელისქვეშაც არის იესო ქრისტეს წმინდა თავი და მოუდრიკ, ასე ვთქვათ, ქედი იოანეს, რომ ნათელ ეღო მასაც. და მოდი ვთქვათ რა, სანამ გადავიდოდეთ თუნდაც ახალ აღთქმის თხრობაზე, ვთქვათ ის, რომ ნათლისღების წინასახეები ძველ აღთქმაში საკმაოდ მრავლად არის და სანამ ეს დიდებული დღე დადგებოდა კაცობრიობის ისტორიაში, ღმერთმა ნელა შეამზადა ადამიანები ამ დღესთან შესახვედრად და ერთ-ერთი უპირველესი ალბათ არის ბიბლიის დაბადების წიგნის პირველივე მუხლები, სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ ქმნის ღმერთი სამყაროს და იცით ყველამ ეს მუხლი და სული ღვთისა იზროდა ზედა წყალთა. და აი თუნდაც წყლისა და ღვთის სულის ეს ვთქვათ ხსენება პირველივე მუხლებში აღნიშნავს იმას, რომ აი რაღაცა წინასახეობრივად წმინდა წერილი გვესაუბრება ნათლისღების საიდუმლოზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, დასაწყის მუხლებში საუბარი იმაზე, რომ წყლის შემდეგ უკვე ღმერთი ქმნის, ასე ვთქვათ, ჩვენს მყარ სამყაროსაც და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ცებს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, როდესაც წმინდა წერილი საუბრობს ნოეს კიდობანზე და წარღვნაზე, აქაც უნდა აღინიშნოს ის, რომ აი თუნდაც წყალი, როგორც აი ცოდვის და ყოველგვარი მანკერების გამანადგურებელი და მომსვლელი, ასე ვთქვათ, ანადგურებს ყველა ამ ცოდვის წანაზარდს და კიდობანი, რომელიც სახე არის ქრისტეს ეკლესიისა და გადარჩენისა, მოკლედ არის ერთ-ერთი წინასახეც ნათლისღების. ასევე თვითონ ეგვიპტის პერიოდში, როდესაც ისრაელიანი ხალხი არის დამონებული ფარაონს და მოსე გამოდის უკვე წმინდა წერილში და მთავარ ასპარეზზე, ასე რომ ვთქვათ,
როდესაც მას გამოყავს ისრაელი ხალხი ეგვიპტიდან, აი ზუსტად ეს რომ ეგვიპტე, რომელიც არის ცოდვასთან და მონობასთან გაიგივებული, ხოლო ფარაონი ეშმაკთან გაიგივებული, აქედან გამოყავს მოსეს ეს ხალხი წითელი ზღვის გავლით, რომელიც ჩუაზე იპობა და ეს წყლებიც, წითელი ზღვის წყლებიც აღნიშნავს ზუსტად აი ამ ნათლისღების წინასახეს. ასევე მერარას კლდის, ასე ვთქვათ, და წყლის გამოდინება, რომელიც კლდე უკავშირდება ქრისტეს და შემდეგ იქიდან გამომდინარე წყალი საღვთო მადლს, ესეც ასოცირდება ნათლისღებასთან და ესეც არის გარკვეული წინასახე. და როდესაც თქვენ კარგად იცით და მოგეხსენებათ, რომ როდესაც ისრაელი ხალხი გამოდის უკვე ეგვიპტიდან და როდესაც უკვე ისუნავე იბარებს, ასე ვთქვათ, მოსეს მემკვიდრეობა გადადის ისუნავეზე და მან უნდა შეიყვანოს ხალხი აღთქმულ ქვეყანაზე, როდესაც იორდანეს გადალახავენ, აქაც ხდება ესეთი სასწაული, რომ მდინარე იორდანე შუაზე იყოფა და აი ეს უდაბნო, რომელიც სრულდება და უკვე შედის ხალხი აღთქმულ ქვეყანაში, აი ეს ისტორიაც მოგვითხრობს ნათლისღების წინასახეზე. და ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი ალბათ რაც არის წმინდა წერილის, ეს არის როდესაც ელისე წინასწარმეტყველის სასწაულებით ნემანასური განიკურნება და გახსოვთ თქვენ ეს როდესაც ეტყვის რომ 7 ჯერ განიპანე იორდანეში და ამის შემდეგ მოგშორდება შენ კეთრიო და მართლაც ნემანასურის იკურნება ელისე წინასწარმეტყველის სიტყვების მიხედვით მის ტარიგებებს მიწევნით ასრულებს და ესეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ნათლისღების წინასახეზე. და აი თუ დააკვირდებით ვახსენეთ არაერთხელ იორდანე და ეს არ არის შემთხვევითი, აი ეს მდინარე, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდიდან გამორჩეული იყო, საკმაოდ დიდი მოვლენების, ასე ვთქვათ, მომსწრე ხდება და შემდეგ უკვე ახალ აღთქმაში, როდესაც იესო ქრისტე ჩაბრძანდება ამ წმინდა მდინარეში, იძვრის უკან შეშინებული და ნათლისღების საკითხებში, როდესაც ვესწრებით ნათლისღების დღესასწაულს, აი ესეთი მოხლები არის, რომ ესე იგი შეშინებული იორდანე უკუნ იქცა და ზღვაც ილტოდა. ეს არის გარკვეული მინიშნება იმის შესახებაც, რომ წყლის, მოდი ვთქვათ, სტიქია გარკვეულწილად რაღაც გამორჩეული ადგილი უჭირავს წმინდა წერილში და აქვე გეტყვით ეზეკიელის წინასწარმეტყველებას, უბრალოდ აი კონკრეტულ მუხლებს, რომელიც აეხება ნათლისღების საიდუმლოს და აი ნახეთ და გასხურო თქვენ წყალი წმინდა და გასმდეთ ყოველთაგან არაწმინდებათა თქვენთა და ყოველთაგან კერპთა თქვენთა განგწმიდენ თქვენ. ანუ ამ წმინდა წყლის ხურების შემდეგ ყველა თქვენი უწმინდურობა, ყველა თქვენი მანკიერება გაიწმინდებაო და აგრძელებს შემდეგ წინასწარმეტყველი და მიქცე თქვენ გული ახალი და სული ახალი. და მივსცე თქვენ შორის და მოგიღო გული ქვისა, ხორცისაგან თქვენისა და მიქცე თქვენ გული ხორციელი და სული ჩემი მივსცე თქვენ შორის და ყო რაითა სამართალთა შინა ჩემთა ხვიდოდით და მსჯავრნი ჩემნი დაიცვნეთ და ყოფდეთ მათ და გადადის და გადადის. შემდეგ უკვე ეს წინასწარმეტყველება სხვადასხვა თემებზე და აი ჩვენი საუბრის და მსჯელობის აი ამ ნაწილში მინდოდა, ასე ვთქვათ, ხაზი გამესვა ძველი აღთქმისეულ პარალელებზე და აი შემზადებაზე იქამდე სანამ აღესრულება იესო ქრისტეს ნათლისღება. და მოდი ასე ვთქვათ, აი ამ საიდუმლოთი, როდესაც ყველა, ასე ვთქვათ, მართლმადიდებელი ქრისტიანი იწყებს თავის სულიერ ცხოვრებას, ის აბიჯებს, მოდი ვთქვათ, მის წინაშე იხსნება კარი, საღვთო მადლის, სულიწმინდის ნიჭების და ასე ვთქვათ, საღვთო წყალობის და ის უკვე იწყებს სვლას ღმერთისკენ, ოღონდ არა ჩვეულებრივ სვლას, არამედ უკვე გაძლიერებულს. მასზე უხვად გადმოდის ეს ნიჭები და არაერთხელ ვახსენეთ ეს ნიჭები რას ნიშნავს, ხო ეს ნიჭები აი პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში საუბრობს ასეთ რამეს ნიჭებზე, რომ სხვადასხვა ნიჭები დაუნაწილა ღმერთმა ადამიანებს, ზოგს ენების, ასე ვთქვათ, სწავლის, ზოგს თარგმნის, ზოგს სნეულების განკურნების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვეცემა არის ისევ და ისევ სულიწმინდის მადლით და სულიწმინდის ძალით. და ხდება რა? ხდება ის, რომ ადამიანი აი წმინდა მამები ასეთ შედარებას ამბობენ, რომ
ესე იგი, უბრალოდ შედარებას კი არა, რეალურად რაც ხდება ნათლობისას, რომ ეს არის ქრისტესთან ერთად სიკვდილი და მასთან ერთად აღდგომა, ხომ? როგორი რაღაცა არის, რომ მე რომ ვინათლები, მეც გავდივარ აი იმ გზას, რაც გაიარა ქრისტემ. ქრისტემ გაკვალა გზა გოლგოთისაკენ, ხომ, თავისი ჯვრით და თავისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობით, წინამძღვრობით, მან ყველა ქრისტიანს გაუკვალა გზა. ოღონდ ეს აბსტრაქტულად კი არ რჩება სადღაც, რომ ქრისტემ გაიარა ეს გზა და შემდეგ მე უბრალოდ აი ამას როგორც ინფორმაციას ისე ვიღებ და ჩემთვის რაღაც ცხოვრებას ვაგრძელებ. არა. ის გოლგოთის გზა ჩემი გასავლელიც არის და მე თუ მინდა რომ ქრისტესთან ერთად აღვდგე და აი საკითხავებშიც არის ხოლმე საეკლესიო საკითხავებში რომ შენთან ერთად ვსუფევდე და შენთან ერთად აღვდგე. აი ზუსტად ეს არის რომ ნათლისღებით აი წყლის წყალში შთაფლით ხო სამგზის ადამიანი უკვე იწყებს აი ამ გზაზე სიარულს და იწყებს ასე ვთქვათ საღვთო მადლის და საღვთო ნიჭის მოპოვებას და ჩვენ კარგად ვიცით ასე ვთქვათ სახარებიდან რომ როდესაც ადამიანს ეძლევა ღვთისაგანო სხვადასხვა ნიჭები მან ეს უნდა გაამრავლოს სხვადასხვა სახით ეს ნებისმიერი კუთხით ხომ ეს იქნება თუნდაც ხვას რო დავეხმარო ამ ნიჭის განვითარებაში თუნდაც ის რომ სასიკეთოდ მოვახმარო ადამიანებს ეს ჩემი ნიჭი და ასე ვთქვათ წარვემატებოდე და როდესაც ხედავს ღმერთი რომ მე ამ ნიჭს არ დავფლავ მიწაში როგორც ასე ვთქვათ ერთ-ერთი იმუგუნურ მონათაგანი ხომ რომელმაც უთხრა რომ ვიცი რომ ფიცხელი კაცი ხარ და იქ თესავ სადაც იქიმ კი სადაც არ დაგითესია და ასე ვთქვათ ბოროტი ხარო ხო ეს რო ეუბნება ღმერთი ამბობს რომ შენივე სიტყვებით განგსჯიო და ვინაიდან ასე ვთქვათ ფიქრობდა ეს ადამიანი თავისი საზღაურიც მიიღო და შემდეგ უკვე ეს ნიჭები დაემატა იმას ვინც ყველაზე მეტად გაამრავლა ხომ ეს რაც შეეხებოდა ამ ნაწილს და მინდოდა უბრალოდ მე თქვა რომ ძალიან შორს რო არ გადავიჭრა ესე იგი ადამიანი როდესაც ინათლება მამის ძის და სულიწმინდის სახელით და სამგზის ის შთაეფლობა წყალში ან თავზე დაესხმება ეს ნათლისღების წყლები და ამის შემდეგ უკვე მას ასე ვთქვათ როდესაც ინათლება ნათლობის საიდუმლოშივე არის კიდევ ერთი საიდუმლო, რასაც ქვია მირონცხების საიდუმლო და მოდით აი უბრალოდ გადავიდეთ ცოტა აქეთა პერიოდზე ახალი აღთქმის მოციქულთა საქმეების ეპოქაზე, სადაც მრავლად არის ისტორიები და მოთხრობილი აქვს ლუკა მახარებელს იმის შესახებ თუ როგორ ასე ვთქვათ იბადება ეკლესია, უკვე ახალი აღთქმისეული ეკლესია და როგორ შემოდის ხალხი ამ ეკლესიის წიაღში და როდესაც ქადაგებენ მოციქულები პეტრეც და პავლეც, როდესაც ინათლება მაგალითად კორნელიუს ასისთავი და როდესაც ინათლებიან ამ სიტყვას ვეთქვით მასობრივად დიდი რაოდენობით ხალხი, იქ საუბარია რომ სულიწმინდა ღმერთი გადმოდის მათზე და მოციქულთა ხელდასხმის შემდეგ, ასე ვთქვათ, ამ ხალხს ეძლევა სულიწმინდის მადლი. და აი საინტერესო არაა, რომ ესე იგი ეკლესიის პირველ წლებში, როდესაც ხალხი ინათლებოდა და განსაკუთრებით მოციქულთა ეპოქაში, ხილული იყო ამ სულიწმინდის გარდამოსვლა და ხალხი გრძნობდა, ხალხი ხედავდა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით და იღებდნენ აი აქაც სხვადასხვა ნიჭებს, რაც არაერთხელ ვახსენეთ უკვე. და შემდეგ ხდება ესეთი რაღაც, რომ საუბარია იმაზე, რომ მაგალითად ესე იგი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომენტი არის, როდესაც ფილიპე დიაკონი მონათლავს ეთიოპია საჭურის. და თქვენს კარგად მოგეხსენებათ ალბათ ეს ისტორია საქმე მოციქულთაგან, როდესაც ასე ვთქვათ ეს ინდოელი საჭურისი, ეთიოპიელი საჭურისი ზის თავის ეტლში და კითხულობს ასე ვთქვათ ძველი აღთქმის ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს, მასთან მიდის უცბად ფილიპე დიაკონი და როგორ მიდის ეს კიდე საკითხავია გაჩნდება მოკლედ მასთან ფილიპე დიაკონი და ეკითხება იცის თუ არა რას კითხულობს და შემდეგ ადის მასთან ეტლზე და იწყება მათ შორის საუბარი და ფილიპე დიაკონი მოკლედ მის ასე ვთქვათ კატეხიზაციას ეწევა და როდესაც ნახავს აი ამ საჭურისის გულმოდგინებას ის პირდაპირ ეუბნება რომ აგერ აქ არის წყალი და რაღაცზე უნდა დავაყოვნოთ ამ მადლის მოსვლა და მომნათლე ახლავე
და სთხოვს, რომ მონათლოს იმწამსო ფილიპემ და მართლაც ასე ხდება, ორივენი ჩადიან წყალში და ფილიპე მას ნათლავს და მოინათლება თუ არა, ფილიპე, ასე ვთქვათ, ქრება აქედან სულიწმინდას მიყავს უკვე სხვაგან. და ეთიოპიელი საჭურისი, ასე ვთქვათ, მადლიერი უკვე იწყებს თავის ქრისტიანულ ცხოვრებას. ხომ, აქ რაზე არის საუბარი, რომ სულიწმინდა ღმერთი რო გადმოდის, ასე ვთქვათ, მასეც ხომ, აი მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორი, რატომ რომ თავდაპირველად, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დიდი რაოდენობით ხალხი, ასე ვთქვათ, ეკლესიის წიაღში, მოციქულები სათითაოდ ასე ვთქვათ, ხელს ასხავდნენ, ასე ვთქვათ, ყველა ახალ მონათლულს და ასე გადმოდიოდა მათზე სულიწმინდის მადლი. და როდესაც ჩვენ მირონცხებაზე ვსაუბრობთ, აი მირონცხებაც არის ზუსტად აი ამ საიდუმლოს ნაწილი, იმიტომ რომ როდესაც ხალხის რიცხვი იზრდებოდა, უკვე ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო, რომ სათითაოდ მოციქულებს ამ ათასობით ადამიანზე ესე ხელი დაესხათ და სათითაოდ ყველაზე, ასე ვთქვათ, შეესრულებინათ ეს წესი, თუმცა კი ყავდათ მათ თავიანთი, ასე ვთქვათ, მათ მიერვე დასხმული ეპისკოპოსები, რომლებიც აგრძელებდნენ მოციქულთა საქმეებს და უკვე აქედანვე ჩანს, რომ ისინი, ასე ვთქვათ, სულიწმინდის შთაგონებითვე ამზადებენ აი ამ წმინდა მირონს, სურნელოვანზეც და ამის მეშვეობით უკვე სულიწმინდა გადაეცემა, სულიწმინდის მადლი გადაეცემა უკვე ყველა ახალმონათლულ ადამიანს და დღესაც ჩვენს ეკლესიაში, როდესაც მივდივართ, ალბათ მე მგონი ყველას გვყავს ნათლული და თუ კარგად გვახსოვს ეს ნათლობის მსახურება, როდესაც ჩვენს ნათლულს მოძღვარი ცხებს მირონს სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე და ეს არის ერთი გრძნობის ორგანოები, ხო, აღქმის ორგანოები და ამბობს ესეთ სიტყვებს: ბეჭედი მონიჭებულ არ სულისა მიერ წმინდისა, ხო, აი ყოველ ცხებაზე ამბობს აი ამ სიტყვებს და ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, მოვლენა, იმიტომ რომ ეს არის აი ამ ნათლისღების ნათლობის საიდუმლოს დაგვირგვინება. ბეჭედი ესმევა ადამიანს, სულიწმინდის ბეჭედი, ანუ ის ბეჭედი, რომლითაც, ასე ვთქვათ, ის ხდება გამოსყიდული პირველი ცოდვისგანაც და შემდეგი უკვე, ასე ვთქვათ, მის ცხოვრებაში თუ კი რა იმყოფილა ცოდვები და ჩავდენია ეს ცოდვები, აქედანაც გამოსყიდული და სრულად ახალი წმინდა სულის პატრონი ხდება იმ დოჩანაშვილს რო აქვს სამოსელ პირველში, ხომ საუბარი რომ გამოიღეთ სამოსელი პირველი სახარებისეული იგავიდან გამომდინარე და შემოსეთ მას. აი ესეთი ნათელი და სუფთა სამოსელი, ანუ სულიერი სამოსელი ეძლევა ადამიანს, რომელიც არის უკვე მისი სულის და გონების განმანათლებელი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკლესიის პირველივე წლებში, როდესაც ხალხი ინათლებოდა, მათ ჰქონდათ სურვილი, რომ ახალშობილი ბავშვებიც მოინათლათ და ამაზე გარკვეულ წინააღმდეგობასაც აწყდებოდნენ გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა სექტებად დაიყო და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ერესებად და მწვალებლობებად, მაგრამ აი იმასაც ვიტყვი აქვე, რომ ესე იგი პირველი ქრისტიანები ტრადიცია იყო ასეთი, რომ სადღაც ესე 30 წლის ასაკში ინათლებოდნენ ესუს დასწრიში, მაგრამ მშობლები, რომლებიც ზრუნავდნენ საკუთარ შვილებზე და მართალია, ხო, ესე იგი ყველა მშობელს საუკეთესო უნდა თავის შვილისთვის და მით უმეტეს ქრისტიანს და მით უმეტეს მორწმუნე მშობელს ისე გულცივად და ესე გულქოთ ვერ დარჩებოდა იმის გარეშე, რომ საკუთარი ასე ვთქვათ, შვილი დაეტოვებინა აი ამ წყალობის გარეშე და უნდოდათ თავისთავად მშობლებსაც, რომ მცირე ასაკშივე მოენათლათ ბავშვები. და გარდა ამის, ახლა როდესაც ნათლისღების საიდუმლოს ეზიარება ადამიანი, ხო, ეს არის გაცნობიერებული ნაბიჯი და ეს არის ის, ასე ვთქვათ, ადამიანის მზაობა იმისკენ, რომ გახდეს ქრისტიანი. და როდესაც ადამიანი მცირე ასაკში არის, ანუ ბავშვი არის, ხო, მის ნაცვლად, აი ნათლისღების დროს რა აღთქმები ციდება, ამას დებს ნათლია, ხო, ეს განშორება სატანისგან, მისი საქმეებისგან, მისი ანგელოზებისგან და შედგომა ქრისტესთან და შედგომა ქრისტეს გზაზე. აი ამ პირობებს ნათლი ადებს ნათლულის ნაცვლად და ზუსტად ეს არის ხომ ნათლიობა, ანუ სულიერი მშობელი როცა ხდება ადამიანი, რომ ის ზრუნავს თავის ნათლულზე, როგორც საკუთარ შვილზე და ასე ვთქვათ,
როგორც მას ყავს ფიზიკური მშობლები, ასე ვთქვათ, ხორციელი მშობლები, ასევე არის მისთვის ეს ნათლიაც, ანუ სულიერი მშობელი, რომელიც ცდილობს, რომ ატაროს ზუსტად აი ამ ქრისტიანული გზით, რომელიც მიიყვანს მას ღმერთამდე და გარკვეულწილად მისი მფარველი ანგელოზივითაც არის. იმიტომ რომ ის ზრუნავს ყველაფერი იმაზე, რომ აი სულიერად მისი ნათლული იყოს, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული, გამართული და სწორად, ანუ სწორი ქრისტიანული გზით იცხოვროს. ძველად აი გასული საუკუნის ბოლოსკენაც იყო ასეთი შემთხვევები და ალბათ ხშირია ეხლაც, რომ ხშირად ნათლიებს ირჩევენ ხოლმე არა იმით, რომ მაგალითად ეს ადამიანი მორწმუნეა დადის ეკლესიაში, არ დადის ეკლესიაში, არამედ იმ ფაქტორით, რომ სიტყვაზე მატერიალურად შეძლებულია, მატერიალურად კარგად არის და მოდი ეს იყოს ჩემი შვილის ნათლია, იმიტომ რომ შემდეგ ეს ბავშვიც კარგად იქნება და კაი ხელში იქნება და ხშირი არის ისეთი ისტორიები, ალბათ თქვენც მოგისმენიათ, რომ ნათლული ბოლოს ნათლობაში ნახა და იმის მერე აღარ უნახავს ალბათ. ესეთი რაღაცებიც ხდება სამწუხაროდ, როდესაც ხომ ადამიანს არა იმის მიხედვით ვარჩევთ სიტყვაზე, რამდენად მორწმუნე ახსარებელი არის თუ დადის ეკლესიაში და ცხოვრობს ქრისტიანულად, არამედ აი ამ ფაქტორებით. ნუ ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, თუმცა არის ხოლმე ასეთი შემთხვევებიც და ვახსენეთ, რადგანაც აი ამ თემაზე ვსაუბრობთ. და არის კიდევ რა, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიც, რომ ეკლესიის პირველივე ეკლესიის დასაბამში, ანუ პირველივე პერიოდში, როდესაც ასე ვთქვათ, ინათლებოდნენ ხო ადამიანები, ეს იყო რა, თქვით რომ ეს იყო ბეჭედი სულიწმინდისა, ეს იყო შესვლა უკვე ქრისტიანულ ცხოვრებაში და ეს იყო ასე ვთქვათ, დასაწყისი. აი მგზის აი დღეს შეიძლება მე პირადად ხშირად მსმენი ასეთი რამ, რომ ესე იგი გაიზარდოს და მერე აირჩიოს, რაც უნდა. გაიზარდოს და მერე თუ უნდა მოინათლოს, თუ უნდა არ მოინათლება და აი მშობლებიც ზოგადად ზრუნავენ ხო, როგორც თქვით, რომ საკუთარ შვილს საუკეთესო მიართვან და ამიტომაც დასაწყისში ბავშვობიდანვე არის სასურველი, რომ მოინათლონ ბავშვები და აგერ ხვალ არის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული, მირქმის მიგებების საუფლო დღესასწაული და ეს დღესასწაულიც კიდევ ერთხელ ვახსენებს იმას, რომ ნათლისღების წინასახეც შეიძლება იყოს რა კუთხით, რომ აი მშობლებმა ხო, უბრალოდ ღვთისმშობელმა საკუთარი შვილი ხო, პირველ მშობლი იესო ქრისტე რომ მიიყვანა ტაძარში უფალთან წარსადგენად ხო, შეასრულა კიდევ ერთ-ერთი მოთხოვნა ამ ძველი აღთქმის, ასე ვთქვათ, რჯულისა. და აი როგორც დღეს არის ხოლმე ესე, რომ 40 დღე რომცა გადის, უკვე ინათლება ახალშობილი ბავშვი და მასთან ერთად ამ დღესასწაულთან ერთად წინადაცვეთაც უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ წინადაცვეთაც ერთ-ერთი წინასახი არის ნათლისღების დღესასწაულის, რომ ეს არის ის, ასე ვთქვათ, წინასახი, როდესაც ადამიანი მაგალითად მოიკვეთს ყოველგვარ ცუდ, მანკიერ და ასე ვთქვათ, ქვედაზიდულ, ასე ვთქვათ, ჩვევებს და საქციელებს და განიწმინდება და მიემართება ღმერთისაკენ. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თვითონ აი ამ ნათლისღებისა და იცით ხომ, რომ იოანე როდესაც ნათლავდა ხალხს და ამზადებდა გზას, ასე ვთქვათ, და რა გზა იყო ეს? ეს იყო ადამიანის გულების გზა ღმერთთან შესახვედრად და როდესაც ამზადებდა მათ უკვე ქრისტე საუბრობს იმაზე, რომ თქვენ ნათელს იღებთ სულითა, წმინდითა და ცეცხლითა. აი ეს არის კიდევ ერთ-ერთი გამოხატულება, ასე ვთქვათ, აი ამ საიდუმლოსი და ხომ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აი მირონცხებასთან ერთად არა მარტო ნათლისღება და მირონცხება მთლიანად ზოგადად აი 7-ვე საეკლესიო საიდუმლოება არის როგორც ესეთი მძივი ასხმული და ყველაფერი, ასე ვთქვათ, მოიცავს, ასე ვთქვათ, თანდათანობით მოიცავს ყველაფერს და ნათლისღება იქნება, შემდეგ მირონცხება იქნება და მიგეთ რა ქვია, მღვდლობა იქნება, ქორწინება იქნება, თუ რაც იქნება, ზეთის კურთხევა, ზიარება, სინანული აღსარება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის აი ერთმანეთში გადაჯაჭვული კიდევაც. და უბრალოდ თავში არის მოქცეული ნათლისღება, როგორც, ასე ვთქვათ,
გამღებელი, აი კარიბჭე, აი ამ სასუფეველში შესასვლელი და მოდი ვთქვათ ის მაგალითიც, რომ ძველად აი პირველ ქრისტიანებს არ ქონდათ მაგალითად ხშირად არ ქონდათ საშუალება რომ მონათლულიყვნენ, ანუ ფიზიკურად ვეღარ მიდიოდნენ აქამდე და არაერთი წმინდანის ცხოვრება არის, სადაც მოთხრობილია სისხლით ნათლისღებაზე. რა არის სისხლით ნათლისღება? სისხლით ნათლისღება არის ის მომენტი და ის, ასე ვთქვათ, მოვლენა, როდესაც ადამიანი გაცნობიერებულად მთელი თავისი გონებით იღებს რა ქრისტეს და სურს რომ მოინათლოს, მაგრამ აღარ ეძლევა ამის ფიზიკური საშუალება და ის პირდაპირ, ასე ვთქვათ, საკუთარი სიცოცხლით აღიარებს იესო ქრისტეს და იღებს ნათლს, აი მაგალითად ესეთი არის ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი პირველმოწამეები. ესეთი არის მაგალითად წმინდა გენესიუს რომაელის სახელი სწორად გენესიუსი ერქვა, როგორც მახსოვს, ეს იყო მსახიობი, რომელიც ხშირად თავის წარმოდგენებში დასცინოდა ქრისტიანებს და ასე ვთქვათ, აბუჩად იგდებდა მათ და ერთ-ერთი წარმოდგენის დროს სცენის გვერდით იყო წყალი და ასე ვთქვათ, ჩახტა ამ წყალში და თქვა, რომ მოინათლა. და ეს იყო ერთ-ერთი შემოდგენილი ნაწილი, რომ უნდა დაეცინა ამით კიდე ქრისტიანებისთვის და მართლა რომ ჩახტა ამ წყალში და ამოვიდა, თქვა, რომ მე მოვინათლეო, ქრისტიანი გავხდიო და ხალხს თავდაპირველად ეგონა, რომ ასე ვთქვათ, ხუმრობდა ეს ადამიანი და შემდეგ უკვე როდესაც ჯიუტად განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ არა მე მოვინათლე და სულიერ ფერის ცვალება მოხდა იმ მომენტში, რაღაც კონკრეტულ მომენტში ამ ადამიანში და მართლაც აღიარა იესო ქრისტე. თუმცა კი არავის არ მოუნათლავს ასე და ამის შემდეგ ეგრევე წაიყვანეს, ასე ვთქვათ, დასასჯელად და ისე რომ ვერ მოასწრო, ასე ვთქვათ, ნათლობის მიღება მოზღვრისგან, ასე ვთქვათ, საკუთარი სისხლით მოინათლა ეს ადამიანი. აი ისევე როგორც მაგალითად წმინდა ბარბარეს ცხოვრებაში ყველას კარგად გვახსოვს მისი, ასე ვთქვათ, წამების დროს, როდესაც იმ ხალხიდან გამოვიდა ერთ-ერთი პატარა გოგონა, წმინდა იულიანა და ისიც მანაც აღიარა ქრისტე და სანამ მონათლავდნენ, საკუთარი, ასე ვთქვათ, სისხლით მოინათლა, ხო, დასაჯეს სიკვდილით, ისევე როგორც წმინდა ბარბარე და აი ასეთ წმინდანებს, ხო, ასეთ წმინდანებს ეკლესია ამბობს, რომ ესენი სისხლით მოინათლნენ, ანუ საკუთარი სიცოცხლით მათ დაადასტურეს იესო ქრისტეს ღმერთობა, იესო ქრისტეს, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის მიღება საკუთარ თავს. ხო, ეს ბოდიში ცოტა არეულად გადმოვეცი ახლა თქვენთან ცოტა ისე ნერვიულობსავით და ესეთი ამბავი არის. ხო, ეს იყო რაც მინდოდა მეხსენებინა და ასევე ის რომ დღეს როდესაც გვაქვს უკვე ღვთისმადლით იმის საშუალება რომ მივიდეთ ტაძარში და მოვინათლოთ და მივიღოთ აი ეს დიდი და წმინდა საიდუმლო, მოკლედ მთელი ჩვენი არსებით და მთელი ჩვენი გონებით შეგვიძლია რომ ვემსახუროთ უფალს და მადლობა ღმერთს ამისთვის. ხო, და კიდევ რაც არ მინდოდა რომ გამომრჩენოდა, ეს არის რა, ესე იგი ერთი ის რომ ვთქვით რომ ესე იგი ნათლისღების დროს სულიწმინდის ბეჭდით იბეჭდება ხო ადამიანი და მეორე არის ის რომ აი როდესაც როგორ ვთქვათ ესე იგი როდესაც ადამიანი იწყებს ასე ვთქვათ აი ამ სულიერ ცხოვრებას ღმერთი უკვე მას აძლევს კი მანამდეც აქვს ადამიანს რა თქმა უნდა გარკვეული მადლი მაგრამ აი სრულად მოქმედებაში უკვე ნათლისღების შემდეგ მოდის მასზე ასე ვთქვათ ღმერთის მადლი და სისრულეს აი ამის შემდეგ იძენს აი ამ საიდუმლო შესრულების შემდეგ მანამდე აქვს ის მადლი რომელიც მიიყვანს მას ეკლესიამდე რომელიც მიიყვანს მას ასე ვთქვათ ღმერთამდე და რომელიც აი მიიყვანს აი ამ საიდუმლოს საზღვრამდე და მერე უკვე ადამიანი იწყებს ცხოვრებას მთელი თავისი არსებით, რომ ასე ვთქვათ მოინათლოს და აი სამ დაბადებას გამოყოფენ ადამიანები, ისა წმინდა მამები ადამიანების ცხოვრებაში. ეს არის პირველი, როდესაც ხორციელად იბადება, მეორე, როდესაც სულიერად იბადება ნათლობით და სხვათა შორის სანამ ასე ვთქვათ ეს ნათლობის საიდუმლო დაწესდებოდა ნიკოდიმოსთან საუბარში, სახარებაში მაცხოვარი, როდესაც ესაუბრება მას, ეუბნება რომ
შეუძლებელია რომ ადამიანი ცხონდეს თუ არ დაიბადა მეორედ და ნიკოდიმოს უკვირს, იმიტომ რომ ის რაღაცა პირდაპირ იგებს ამ სიტყვებს, რომ თითქოს თავიდან შეიძლება რომ მოხუცი ადამიანი დაიბადოს და აი აქ უკვე განუმარტავს ქრისტე, რომ ეს ხდება სული წმინდით და ცეცხლით. და ხო ეს ცეცხლი არის რა თქმა უნდა საღვთო სიმბოლო და წყალი არის ასე ვთქვათ აი დაფლვის, აი სამჯერ ხო დაიფლება ადამიანი მამისწის და სულიწმინდის სახელით და აი ქრისტესთან ჯვარცმა სიკვდილი და აღდგომა ეს ყველაფერი არის ამაში და ამის შემდეგ უკვე იწყებს ადამიანის სვლას გოლგოთისაკენ. ანუ თავისი გზა რაც აქვს გასავლელი, აი ამ გზას შეუდგება და თავისთავად ღმერთი უკვე აძლიერებს მას აი ამ სავალ გზაზე. ხო, ეს იყო ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა და ახლა გკითხავთ ცოტა ხანი გავჩერდები, გკითხავთ რაიმე კითხვა ხომ არა გაქვთ ან რაიმე გაუგებრად ხო არ ვისაუბრე ან ხო არ გინდათ რომ განმარტოთ გარკვეული საკითხები. მადლობა ჯუბა, ყველაფერი კარგად აღწერეთ, გისმენდით და ნუმენურობ, ყველაფერი კარგად ჩააგიტარებია და წარმატებებით თქვენ კარიერაში. მადლობა. გამარჯობა, მოგესალმები. გამარჯობა. ვიხარია რომ ხარ ჩვენთან ერთად და წარმატებებს გისურვებ. მადლობა. აი ესეთი რაღაცა კითხვა გქონდა თქვენთან, თუ ნათლობის მთავარი წინაპირობა სინანული და გაცნობიერებული რწმენა, როგორც ამას ახარება გვასწავლის, ქადაგებს, თითეულია, აი ეს მოვლენა, რამდენად თეოლოგიურად და მართლმადიდებლურად გამართული არის და უშუალოდ შულთა ნათლობა, რომლებსაც არც სინანულის უნარი აქვს და არც პიროვნული არჩევნის გაკეთების შეუძლიათ შესაძლებლობა არ აქვს შვილებს და ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება გითხრათ? კი ბატონო, საინტერესო კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის და აი მოდი გავიხსენოთ ძველი აღთქმიდან წმინდა წინასწარმეტყველი სამუელი და მისი დედა ანა, რომელიც ღმერთისგან ასე ვთქვათ ითხოვდა ხომ შვილს, ეს ისტორია ვიცით კარგად და როდესაც ითხოვდა ძეს ხომ წინდაწინვე აღუთქვა, რომ ის შენი მსახური იქნებაო და აი ესეც არის გარკვეული ასე ვთქვათ პასუხი ალბათ ამ კითხვაზე და რატომ ის ბავშვი რომელიც ინაცლება ხო ჩვილობაში და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ იზრდება და იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, აი ნათლიას ერთი მხრივ ზუსტად ეს პასუხისმგებლობა აქვს, რომ ყველაფერი აუხსნას და მიაწოდოს ზუსტად ისე, რომ მისთვის ადვილი გასაგები იყოს და ადვილი აღსაქმელი იყოს და თავისთავად ღმერთის ძალიან დიდი მადლიც მოდის მასზე და შემდეგ უკვე იწყებს ისიც კი ბატონო ქრისტიანულ ცხოვრებას და სამუელის მაგალითიც, აი თუნდაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის არა, ღვთისმშობელი მაინც გამონაკლისია ხა საერთოდ ამ საღვთო ისტორიიდან, მაგრამ აი ეს სამუელის მაგალითი არის ძალიან კარგი მაგალითი აი ამ კუთხით ამ კითხვასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ის რო დაიბადა და გაიზარდა, მალევე ანას მიყავს ასე ვთქვათ ტაძარში რომ ემსახუროს ღმერთს და მართლაც ის სიტყვაზე არა განდგომილი და ისეთი კი არ ხდება მოწინააღმდეგე, არამედ აი ზუსტად ასრულებს ამ ღვთის ცნებებს და ღვთის მითითებებს და ესეც თუნდაც აი ჩვილების ნათლობის შემთხვევაში არის ეს, რომ როდესაც ის უკვე დაბადებიდან, იმიტომ რომ აი მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველი ხო ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი ეკლესიის და ეს მამა რა ვიცი ერთ-ერთი ფუნდამენტური ასე ვთქვათ, მე მგონი კაპადოკიელ მამების რიგში ცდილობდა ასე 30 წლამდე არ ინათლებოდა, ანუ ცდილობდა რომ გადაედოს თავის ნათლობა და 30 წლის ასაკში უკვე მოინათლა და მაშინ იყო ეს აი მის პერიოდში იყო ეს ის რომ ასეთ პერიოდში ინათლებოდნენ იგივე მეფე კონსტანტინე ხომ იცით რომ სიცოცხლის ბოლოს მოინათლა და შემდეგ უკვე როდესაც აი თუნდაც საშიშროება ჩდება ხოლმე შეიძლება ის ჯვარი წერია ყველა ბავშვს და ყველა პატარას, მაგრამ შეიძლება რაღაც სიცოცხლისთვის არის საშიში მისი რაღაცა მდგომარეობა და ამ დროს ჩქარობენ, მშობლებიც ჩქარობენ და სურვილიც აქვთ რომ მოინათლოს ხო, იმიტომ რომ ვიცით რომ ადამიანი თუ მოუნათლავი არის ასე ვთქვათ, მასზე უკვე ვეღარანაირ საიდუმლოს ვეღარ შეასრულებს ეკლესია, იმიტომ რომ ის წევრი არ არის და ამ დროს ხდება ხოლმე ჩქარი ნათლობა და ამ კუთხით აი თქვენ რა კითხვაც დასვით ხომ
ჩემთვის ეს სამუელის მაგალითი არის ასე ვთქვათ იდეალური, იმიტომ რომ ეს ხდება ასე ვთქვათ შემდეგ უკვე ღმერთი ხელს უწყობს ასეთ ადამიანებს, რომ წარმართონ თავისი ცხოვრება ღვთისმსახურად. რა ვიცი, რამდენად გავეცით თქვენ კითხვას პასუხი. მადლობა დიდი კიდევ მაინტერესებს როცა აი დავსწრები ვარ სხვადასხვა ტაძრებში ნათლობებს აი წყლის სხურების დროს ყველა მღვდელს რაღაცნაირად თავისი არ ვიცი მეთოდიკა შეიძლება ვთქვა და რაღაცა წყლის დასხმასთან დაკავშირებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა და შეკითხვა დამესვა აი სახარებაში ვხედავთ რომ იოანე ნათლისმცემელი და სხვა მოციქულებიც ნათლავდნენ მდინარეში სრული შთაფლით რამდენად თუნდაც დასაშვები არის და თეოლოგიურად ნათლობის შესვლა მხოლოდ ყურებით, წყლის დასხმით, რაც დღეს ბევრგანაა დამკვიდრებული და ხომ არ იკარგება ამით ნათლობის სიმბოლიზმი, ძველი ადამიანის ყდომა და ახლის დაბადება. აი, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? მაგასთან დაკავშირებით აი სხვათა შორის ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგ საკითხზე. და ძველი, ასე ვთქვათ, ძველ პრაქტიკას თუ დაუკვირდებით და თუნდაც აი წმინდანებთან მიმართებაში და აი სახარების მოციქულების პერიოდში, აი ფილიპე ვახსენეთ, ხო? მასაც კი არ აპყურებს სიტყვაზე იმინდოელ საჭურვს, ხო? ჩაყავს წყალში, თვითონაც ჩადის წყალში და შთაფლით ნათლავს, ისევე როგორც აი იოანე მონათლა ქრისტე. და სხვა შემდგომში სხვა, ასე ვთქვათ, მოციქულები ასე ნათლავენ ხალხს. და ეს როგორც ვიცი არის უფრო აი ეკონომიის საკითხი, ანუ ასეც ხდება ხოლმე მონათლა თავზე დასხმით, ანუ უფრო ეს ეკონომიის ამბავი არის, რომ ესეთი ეს ასე ვთქვათ პრაქტიკაში დამკვიდრდა ესე ვთქვათ ეს ნათლობის ეს მეთოდი. კი ბატონო. სხვებსაც შეგიძლიათ მე შეკითხები მომწერეს და აინტერესებდათ და ვერ სვამდნენ და მაგიდან დაგისმენდა. დემეტრე კავი აქტიური ხარ, დემეტრე საღამოშვიდობის. მადლობა ნიკა რომ შემაქი. და ჯუბას, ახლა ჯუბას თამაკ შეკითხვა. მოკლედ. მოძღვრები რო ამბობენ ასე ნათლიები ვარდებულა წამსი იცოდეს რომ მონათლოს ნათრულიო. რამდენად ანუ კი მეთახმები მაგრამ ნახარ რო ვერ ისწავლოს წამსი და წინი წაკითხოს ეს რა შემთხვევით შეიძლება ზეპიათმა იცოდეს ნათლია? იცით, კარგი კითხვაა სხვათა შორის და აი წეღარო ვთქვით რომ ნათლის არჩევა, ანუ მოდი ესე ვიტყვი, ცოტა ისე პრაქტიკული მაგალითი რა ვთქვათ, ხო? ანუ მე რომ მყავს შვილი და მინდა რომ მოვნათლო, მე აუცილებლად ალბათ ავარჩევ ისეთ ადამიანს, რომელიც აქტიური მაზიარებელია, აქტიური მრევლი არის და ჩართული არის ქრისტიანულ ცხოვრებაში და მრწამსის ცოდნა არა მარტო ნათლია ზეპირად, ხო? აი სკოლაში რა იცოდნენ ხოლმე რომ გამრავლების ტაბულო რო გაგაღვიძებ ძილში უნდა იცოდე. მრწამსია ისეთი რაღაცა არის, რომ ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს ზეპირად, ოღონდ არა უბრალოდ დაზუთხულად, აი ამ 12 წევრში, მწამსის 12 წევრში ჩატეული არის მთელი, ასე ვთქვათ, ეკლესიის სიმდიდრე, მოდი ასე ვთქვათ, დოგმატური სწავლება გინდა, ისტორიული გინდა თუ რა სამომავლო, ხო ეს ასე ვთქვათ, აპოკალიფტური ის, ხო? ანუ მისით ვთავდება მოველი აღდგომა სამკვდრეთი და ცხოვრებასა მერმესამე საუკუნისასა და აი ალბათ მინიმალური მოთხოვნა ის რომ ნათლია მრწამსი უნდა იცოდეს. ჩემი აზრით. კიდე შეკითხვა მაქვს მეგობრებო, რამდენად მისასეწოლილია ეს მამავროჭის თმებს ბავშვს და შენახეთ ეს აუცილებლად ეს საიდან ეს რომელიმე დაარსა რომ თმები რო შეჭის შენახეთ ეს თმებიო. ნათლობის დროს რომ მოკვეცავენ თმას ადამიანს მაგას. დიახ. ებატონ. სხვა შორის როდესაც ერთ-ერთ წიგნს კითხულობდი სახელი აღარ მახსოვს და იქ იყო ესეთი ამბავი რომ კითხვა იყო დასმული რომ აი რა მოსდის იმ ნივთებს რომლებიც მაგალითად ნათლისღების დროს გამოიყენება ადამიანის მოსანახად ხო იქ არის პირსახოცი იქ არის თუნდაც მოკვეცილი თმები სანთლები და ასე შემდეგ და საინტერესო იყო ის რომ პირსახოციო რომელიც ადამიანს ასე ვთქვათ ეძლევა ნათლისღების დროს და იმით შეამშრალებენო ამას ძველად ასეთი პრაქტიკა ჰქონდათ ქრისტიანებს რომ სუდარის ნაცვლად თუ აფარებდნენ ხოლმე. და ანუ აი ამ პირსახოც, ასე ვთქვათ, ჰქონდა ეს დანიშნულება, რომ ადამიანი როდესაც გარდაიცვლებოდა, გადააფარებდნენ უკვე მის ნათლობის პირსახოც და ასე მიდიოდა იმ ქვეყნად და მოკვეცილი თმები
ზოგადად აი თმის აღკვეცა ხო თმის შეკვეცა ეს ძველ აღთქმაშიც საკმაოდ ხაზგასმული მოვლენა არის თუნდაც მაგალითად ცოტა სხვა კუთხით სამსონთან ხო ერთ-ერთ მსაჯულთან რომელსაც ღმერთმა უთხრა რომ ხო ანუ ჯერ კიდე დედამისს უთხრა ანგელოზის მეშვეობით რომ არ შეკვეცვა ამ თმას ყრმა რადგან მის თმებში იქნება ამის ძალა ну ესეც ახტო განგებულება იყო მაგრამ იყო კიდე ესეთი ნაზორეველობის ინსტიტუტი რომლებიც აღარ იჭრიდნენ თმას გარკვეული პერიოდი და გააჩნია ხა რამ ხელაზე ქონდა ეს აღთქმა დადებული რამდენი ხანი დებდა ამ აღთქმას და ამის შემდეგ ასე ვთქვათ იყო ისიც რომ აი დღესაც არის რომ მონაზვნადაც როდესაც აღიკვეცება ადამიანი ზოგიერთ ეპარქიაში მინახავს ეს პრაქტიკა რომ მთლიანად ასე ვთქვათ შეჭრიან ხოლმე თმას და წვერს და ამის შემდეგ უკვე ხო აღარ ეკარება სამართებელი მის თავს და არც მის წვერს და ეს თმები ხო სად ინახება და როგორ ინახება ამას ვერ გეტყვით მე ვერ გეტყვით კი ბატონო მადლობა კიდე ერთი შეკითხვა როცა მამაო ეუბნება ნიკოლოზ ბოდიშის მოხდით ბოდიში ჯობაში თუ შეიძლება ჩაგერთვები ერთი რაღაც გამახსენდა და დავამატებ ანუ როდესაც თმას კვეცდნენ ასეთი ის იყო რომ ძველად მაგალითად მონებს კვეცდნენ თმას ეს ნიშნავდა რომ ბატონისადმი მორჩილების გამოხატულება იყო და ეკლესიაში ეს რაღაც სიმბოლურად გარდამოვიდა ეს სიმბოლური განმარტება ჯვამ რაღაც ახსენა ის იყო ნამდვილად თავარი განმარტება ამისა, მაგრამ დამატების სიმბოლური განმარტება ის არის, რომ ჩვენ როდესაც თმას ვიკვეცავთ, რომ უფალს რომ მორჩილებას გამოხატავთ უფლისადმი ამის გამოხატულება თმის მოკვეცა. გისმენ ნიკოლოზ? კარგით, შემდეგი შეკითხვა, ასე იგი მამაო რო ეუბნება, შეუდევთ ქრისტესას, შეუდევთ სამჯერო ამეორებიებს და მე ამ ცნებას რო ვერიცავთ, როგორ უნდა მიქცეს ქრისტიანი რომ მაგას ეს ცნება დაიცვას. საინტერესო კითხვა. ხომ, იცით რა არის? ალბათ პირველი და ფუნდამენტური ასე ვთქვათ, დამახასიათებელი თვისება ქრისტიანი ადამიანისთვის არის ის, რომ თუ დაეცემა ერთხელ უნდა წამოდგეს. აი იოანე ოქროპირს აქვს ესეთი ასე ვთქვათ, სიტყვა ამასთან დაკავშირებით კითხვას უსვამს, რომ რა განსხვავება ადამიანსა, ანგელოზსა და ეშმაკს შორის და ესეთი იქვეძლო განმარტებას, რომ ეშმაკის თვისებაა ის, რომ დაეცეს და აღარ ადგეს. ანგელოზის თვისებაა ის, რომ არ დაეცეს და ადამიანის თვისებაა ის, რომ დაეცემა წამოდგეს და ეს ტალახი რაშიც შავარდა, იმ ტალახისგან გაირეცხო საკუთარი თავი და თუნდაც აი ეს ის, რომ მოდი ეს ვთქვათ, ნათლიობა პასუხისმგებლო ძალიან დიდი ეს ვთქვათ, პატივიცაა და ამავე დროს პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ აი ზუსტად ეს არის, რომ ეს ნათლიას რომ მოეთხოვება ამის დაცვა, ხო? რატომ მოეთხოვება? იმიტომ რომ თავის ნათლული დაიცვას, თავის ნათლს მოუფრთხილდეს და თავის ნათლს ასე ვთქვათ, წარუმართოს ეს გზა ქრისტესკენ. დაეხმაროს ამ გზაზე სიარულში, როგორც სულიერი მშობელი და უნდა იყოს ყურადღებით, იმიტომ რომ ნებისმიერ დრო შეიძლება კი ფეხი დაუწდეს, მაგრამ როდესაც აი წეგან როგორც თქვით, ანუ თავარი არის ადამიანი წამოდგეს და სინანული, აი ერთ-ერთი საიდუმლოება არის ეს სინანული, ხო? ანუ სინანულიც ასე ვთქვათ, ნათლის აი ესეთ რაღაცას ამბობენ ხოლმე წმინდანები, რომ ნათლისღების შემდეგ ესე იგი ყველა ადამიანის დამოკიდებულება ისეთი არის, რომ ესე იგი ნათლისღება ხო შეუნდობს ადამიანს ყოველწოდვას და ნათლისღების მერე რომ დააშავებს რაღაცას რა უნდა ქნას. და აი ნათლისღების შემდეგ ადამიანს უკვე ეს ეძლევა, რომ სინანული აქვს და მას შეუძლია გამოსწორება, მას შეუძლია შეცვლა, მას შეუძლია უკვე დანახვა იმ საკუთარი შეცდომის და აღიარება, მონანიება და უკვე გასუფთავებული სამოსელით გზის გაგრძელება. ეს არის ეს ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ კუთხით. მადლობა ჯუბა. გამარჯობა, ერთ შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. ანუ მაინტერესებს ნათლობის დროს, ანუ ვისაც წმინდანის სახელი ქვია, იმას ხო იგივე სახელი რჩება და ანუ ვისაც არ ქვია ხო მუცვლიან სახელს და წმინდანის სახელს არ ქმევენ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ ყოფილა ეგრე, ანუ ჩემ მეუღლეს არ ქვია წმინდანის სახელი და ჩვეულებრივ რაც ქვია, ის სახელი უწერია ისევ ნათლობის მოწმობაში და ანუ ეს როგორ ხდება, ეს რო აღმიხსნათ. იცით როგორი რაღაცა, აი მაგალითად
წმინდანის სახელი, რა თქმა უნდა, იმიტომ ეძლევა ადამიანს, რომ მე კიდე განსაკუთრებული შეწევნა აქვს ამ წმინდანის ამ წმინდანისგან ადამიანს. მაგრამ მოდი ვთქვათ, სახელი არ განსაზღვრავს ადამიანის მომავალს, მოდი ვთქვათ, თუ ვცდები აი მირზა ცაგერ არის და მირზა ჩემისწორებს და იცით რა არის, აი შეიძლება ადამიანს ერქვას ისეთი სახელი და ძველად იყო ხოლმე ხშირად ესეთი ამბავი, რომ წმინდანის სახელს კი რაღაც საერო სახელი ერქვა და იმას უტოვებდნენ და ზოგიერთი ისეთი სახელია, რომ მე მგონი ერთ ადამიანს ჰქვია საერთოდ და ჩემ გარშემოც არის ესეთი მაგალითები და თუნდაც აი მე შემიძლია გითხრათ ესეთი ის, რომ აი დღეს უკვე, როდესაც ინათლებიან ადამიანები, ხო აი მოძღვართან რომ მიდიან, ზოგიერთი მოძღვარს ესეთი პრაქტიკა აქვს, რომ ჩახედავს კალენდარში და იმ დღეს ვისი ხსენებაც არის რომელიმე წმინდანის ხსენება, შეიძლება შესთავაზოს, რომ მოდი აი აქედან ხوار დაარქმევთ რომელიმე სახელს. ზოგი ადამიანი მიდის უკვე ასე ვთქვათ სახელით, ანუ აი ეს მინდა რომ დავარქვათ ჩვენ შვილს და ამით ინათლავს მოძღვარი. ზოგიერთი აი თქვენ როგორც თქვით, შეიძლება არ შეუცვალოს სახელი და დაუტოვოს იგივე სახელი. ხო, ესეც ხდება ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა ვიცი, ის ადამიანი შეიძლება ან ვერ წარემატოს, ან რაღაცა ისე უსიამოვნო რაღაცა დაემართოს და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ეს არის რა, კიდე უფრო მეტი განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, შეწევნა ამა თუ იმ წმინდანის მიმართ, მაგრამ შესაძლებელია კიდევ არის ასეთი ლოცვაც, სახელის დარქმევის ლოცვაც, რომელსაც მოძღვარი უკითხავს ადამიანს და შეიძლება დაარქვას რაღაცა სახელი. აი მაგალითად ცოტა ხნის წინ მქონდა ესეთ შემთხვევა, ჩემი ერთი ნაცნობი არის ოთო ქვია ამ ბიჭს და თვითონ მოძღვარმა საკუთარი ინიციატივით მისმა მოძღვარმა შეუცვალა სახელი და დაარქვა გაბრიელი, როგორც მახსოვს, წაუკითხა სახელის დარქმევის ლოცვა და დაარქვა გაბრიელი და რომელ გაბრიელზე უთხრა, მამა გაბრიელზე, გაბრიელ ათონელზე თუ გაბრიელ ეპისკოპოსზე თუ მთავარანგელოზზე, არ ვიცი, მაგრამ აი ეს იქნება შენი შემწეო და შეევედრე ხოლმეო და დაგეხმარებაო რა, ანუ შეგეწევაო, მისადმი გექნებაო სასწაულებაო და მართლაც ეს ბიჭიც, რა ვიცი, უკვე ამ სახელით ვიხსენიებთ ხოლმე და არის ესეთი პრაქტიკაც, რა ვიცი. ჩემ მაგალითად შემიძლია გითხრათ, ესე იგი, მე ესე ვთქვათ, მომნათლეს გაბრიელით, გაბრიელი არის ჩემ ნათლობის სახელი და უბრალოდ ნათლობის მოწმობა ვინც შეავსო, იმან საერო სახელი მიუთითა ჯუმბერი ან ჯუბა და ის წერია ნათლობის იმაში, თუმცა ნათლიებმაც მითხრეს და ვინც იყო ნათლობის დროს, რომ სიტყვა ნათლობის სახელი ეს არის და უბრალოდ იქ შეცდომით შევავსეთ. ხო, ეს სახელი, აი, სახელი არ განსაზღვრავს ადამიანს, არ განსაზღვრავს მის მომავალს, არ განსაზღვრავს მის ხვედრს. თვითონ ადამიანი განსწმენთ სახელს და ადამიანი ხდება, ასე ვთქვათ, გამწმენდი იმ სახელის, რასაც ატარებს, აი წმინდანებიც, ხო? თავის დროზე ხო არც ერთ წმინდანს არ ერქვა ის სახელი სიტყვაზე, რაც რომელიმე ძველ წმინდანს, ხო, ეს როცა ისინი ინათლებოდნენ, ბევრს რჩებოდა საკუთარი სახელი, ბევრს კი თითქმის ყველას, არა? საკუთარი სახელები რჩებოდათ და მერე უკვე, როდესაც განწმენდნენ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავსაც და მოწამეობრივად თუ წმინდა ცხოვრებით უკვე ეკლესიისთვისაც, ხილ ამ ქვეყნიურ ეკლესიისთვისაც ცხადი ხდებოდა მათი წმინდანობა, უკვე ხალხი არქმევდა ამა თუ იმ წმინდანის სახელს, რომ ამ ადამიანს მიეღო შეწევნა მათგან. რამდენად მისაღებია ნათლული გახდეს მეჯვარე? აი ჯუბა თუნდაც ყველა წმინდანის სახელი ხო არ არის ჩვენამდე მოღწეული, მაგრამ 100,000 მოწამე ყავს ერთ დღეს წამებულნი და რამდენი სახელი უცნობია ხო თავისთავად. კი ბატონო. მაგრამ ხშირად ხდება, რომ აი თუ ცნობილი ნაცნობი წმინდანის სახელი თუ არ ქვია ნათლის შემდეგ, რაც ზოგს გონია, რომ ეს ასე წმინდანი არ არსებობს, ან და მოიძიოს და ყოველთა წმინდათა ხსენებაზე იქნება იქ ჩამოწერილია კალენდარშიც არის შესული სახელები და შეიძლება რომელიმე წმინდანის სახელი თვითონაც მოიძიოს. თუნდაც ამ კითხვის ავტორს თუ შეიძლება დაგვიკონკრეტოს რა სახელის ატარებს ეს ადამიანი? დიახ, მე მაინტერესებს ზუსტად ვალერის სახელი, აი ნათლობის მოწმობაშიც და პირადობის მოწმობაშიც ვალერი წერია და ანუ რომელ წმინდანზე უნდა ილოცოს ვალერის სახელით, აი ეგ მაინტერესებდა. ჩავიხედავთ კალენდარში და მე მგონი არის
არის, როგორც მახსოვს არის კი. ერთი წუთით ახლავე. ბოდიში. იმიტომ რომ მახსოვს ეგ სახელი. აი თუნდაც მე ვნახე წმინდა მოწამე ვალერი რუმინელი. ასეთი მოწამე არსებობს. ვალერიუსი, რომელიც 40 სებასტიელი მოწამიდან ერთ-ერთი არის. აქედან მოდის ეს სახელიც. ვალერიუსის ბერძნული ლათინური ისინი. დაბოლოებებით სახელები. კი, არის ასეთი ისინი. დიდი მადლობა. ნიკოლოს ქონდა შეკითხვა კიდე ჩვენ მართლა ბიჭუნას. რამდენი მსახებია ნათლური რო გახდეს მეჯვარე? ნათლური რო გახდეს მეჯვარე. ეს როცა ნათლის ვისი მეჯვარე? ნათლის მეჯვარე. ანუ როცა ადამიანი ანუ მშობლები რომ მონათლავენ, ანუ მეჯვარები ხო ყავს, მეჯვარებს ხო ირჩევენ ეს მაინე რომ მონათლავს ბავშვს და მისი ნათლულები შეიძლება თუ არა, ანუ რომ დაოჯახდება ადამიანი და მისი მეჯვარე გახდეს ძვირსერის დროს. აი ნიკოლოზ იცი რა ხდება ბოდიში გაბრიელ მეჯვარეობა და ნათელმირონობა რაღაც თანაბარ ტოლფარ დიმადარი განხილვილი ჩვენს ბუნებაში და ცოტა სხვაგვარად არის საქმე თუ ნათესაობა იგივე დანათესავება ნათლობა მეჯვარეობასთან ნამდვილი პრობლემატური საკითხი არ არის, რადგან მეჯვარე უბრალოდ დამოწმებელია მოწმე არის აი ამ შემთხვევის ქორწინების შეუღლების მოწმეა უბრალოდ და არანაირი დანათესავება ან ნათესაური კავშირი არ იქნება მეჯვარეობით. ანუ არც ნათელმირონობა იცვლება და არაფერი არ მასეთი ამბობი. გონი ნიკოლოზი მინიშნებას გვაძლევს რაღაცას აფირებს და აინტერესებს არ დაადგა მასაშველი. კარგი, სხვა შეკითხვაც, უნდა შენი. გამოვში. გაბრიელ ნიკოლოზი ერთ-ერთი აქტიური წევრია ჩვენი საკვირაო სკოლის და გამოიშოვა თავისი კარგი შეკითხვებით მართლაც. შეკითხვები ბევრი მაქვს დაგროვილი. მაგალითად, ესე იგი, ნათლიები ახლა რომ საპატრიარქომ დააწესა, 2 ნათლიას მეტი არ შეიძლება. ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ნათლია ყავს, მით ის მოვალეობას არასრულებენ ნათლიები და კი მესმის ჩვენ არ გვაქვს განჯისუფლება, მაგრამ ნათლება თავის მოვალეობა უნდა შეასრულონ, რაც უფრო ნაკლები ყოლება. მე ახლა 2 ნათლია მყავს და მადლობა ღმერთს, მაგრამ ნათლები როგორც საჭიროა, ესე არ მეკცევია და დანარჩენ ღმერთზე მივანდებ რა. დიახ. ანუ შენი კითხვა რაში მდგომარეობს? ჩემი შეკვა იმ შემთხვევაში რამდენად მისაწეწოლია ნათლიად არჩევა. კი ვიცი რომ ქრისტიანი უნდა აირჩიოს, მაზეებელი, აფსალებელი უნდა იყოს, მაგრამ ზოგი ანუ მე მითხრას ნათლიად აგიყვარდა, მე გადაიფიქრეს რამდენად მისაწეწოლის აქცელი ესე. ანუ ნათლიობა რო შემოგთავაზონ და მე უარი გითხრა? მე ანუ შემოგთავაზეს და მე სხვა ვიყვანეო და ჯერ ადამიანს რო შეპირდები, მე ახას პირდები თუ გუნდა დამწვიტოს ადამიანი. ხო, ესეც აი ორმაგის არის. პასუხისგებლობაც არის და სიხარულიც არის. დიდი პასუხისგებლობა და დიდი სიხარული და ხო, ვერ გეტყვით ალბათ იცით როგორ არის რომ ერთი მხრივ კი გიხარია რომ ნათლიობას გთავაზობს ადამიანი. მეორე მხრივ ცოტა გეშინია, იმიტომ რომ აი ეს პასუხისგებლობა გაქვს, რომ შენ ვალდებული ხარ როგორც მშობელმა ისე იზრუნო იმ ადამიანზე და ხო, ნაკლები შეცდომა დაუშვათ, უნდა სულიერ ცხოვრებაში, რომ შემდეგ შენმა რაღაცა შეცდომა არ იმოქმედოს შენს ნათლულზეც. და ხანდახან ალბათ ღმერთი გვარიდებს ხოლმე რაღაცას, ხანდახან არის რომ პირიქით აი მიგვიშვებს რომ შენ სიტყვაზე უნდა იყო ამის ნათლია, შენ სიტყვაზე ეს საქმე გევალება, შენ გამოგივა ეს, შეეჭიდე ამას, ამ პირიქით შეიძლება რაღაცის გამო დაუშვას რომ აგვერიდოს ეს ამბავი და ამაზეც მადლიერი უნდა ვიყოთ ღმერთის. კი ბატონო, მაგალითად ახლა ნათლული მყავს და ეკლესიამდე ვერ მივიყარ, როგორ უნდა მივიქცე? ნათლის პირველი მოვალეობა ისაა რომ ილოცო. ხო, ძალდატანებით აი გრიგოლ ნოსელს აქვს ხო ეს მერზა რომ იძულებით ქნულს არავითყვით სათნოებათო და არავის არ აძალებს ღმერთი არაფერს. თავარი არის ადამიანმა საკუთარი ასე ვთქვათ
სულიერი ძალებით საკუთარი შინაგანი განწყობით მოინდომოს ის, რომ იაროს ტაძარშიც და გაყვეს ქრისტეს და დათლია სამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მთავარი ბერკეტი აქვს ხელში ლოცვა ნათლულისადმი. მისი ყოველ რა ვიცი მსახურებაზე ლოცვა, პირად ლოცვებში მოხსენიება და ასე შემდეგ. ეს არის ხო აი მშობელიც რას აკეთებს არა, ზრუნავს თავის შულზე. იქ ფიზიკურადაც ზრუნავს, მაგრამ სულიერადაც ზრუნავს არა და აი რამდენი ყოფილა ესეთი ის რომ აი დედის ლოცვას შეუძლია მიცვალებული ის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან, ანუ დედის ლოცვაც ძლიერ, მამის ლოცვაც ეს რას ნიშნავს? მამის ლოცვაც ძლიერია, დედის ლოცვაც ძლიერია და აგერ ძველი აღთქმის ასე ვთქვათ პატრიარქები ვინც იყვნენ და დედები ვინც იყვნენ ღირს დედები, როგორი იყო ხო შვილები თხოვდნენ დალოცვას, შვილები თხოვდნენ მათზე ლოცვას, რომ ღმერთს მოემართა მათთვის ხელი და ასევე არის ეს ნათლიობას თითქმის ეგეთი მოვლენა, იმიტომ რომ შენ ლოცულობ შენ სულიერ შვილზე, შენ ნათლულზე, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს და ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია მაგალითად ყველაზე საუკეთესო გააკეთო ის, რომ ილოცო და გარდა ამისა საკუთარი პირადი მაგალითით დაანახო ადამიანს, რა საკუთარი პირადი მაგალითით მოანდომო, რომ მოვიდეს ეკლესიაში, იმიტომ რომ რო იტყვის რა ნიკოლოზის სიტყვაზე აი როგორ კარგად ასე ვთქვათ მოექცა იმ ადამიანს, როგორ კარგად მომცა ამის მაგალითი აგერ ფიზიკურად, ხო? ესე იგი იმ ეკლესიაში კაი რაღაცა ხდება, ესე იგი რაღაცა ისეთი ის არის, რა ქვია, მდგომარეობა იმ ადამიანის, რომელიც ეკლესიაში დადის, რომ აი ასეთ დიდებულ საქმეებს აკეთებს და თვითონ მოუნდეს უკვე ადამიანს, ასე ვთქვათ, ტაძარში მოსვლა, აი უხაროდეს უკვე, რომ აი მე მივდივარ ტაძარში სიტყვაზე, აი დღეს ნათლიას ვნახავ და წავალ ტაძარში და ვილოცავთ ვეზიარებით და ასე შემდეგ. აი ეს ერთობის სული. შეიძლება საერთოდ შორიდან დაიწყოს ადამიანმა. იმიტომ რომ აი თუნდაც ბავშვებს ხო აი როგორ არის რომ ახლა ჩვენ ხო საუბრობთ აქ და ცოტა რაღაც სიამოვნებელ თემებში შევედით და შევიჭერით და ახლა სიტყვაზე პირველ კლასელს და პატარა ბურს ესე ვერ მიაწვდი ხო ახლა იმან რა იცის ვინ იყო იოანე ნათლისმცემელი და ასე ვთქვათ რას ნიშნავს ნათლობა და საიდუმლო რა არის თავის ენაზე მისთვის გასაგებ ენაზე უნდა მიაწვო და ყველაფერი ხო აი ერთხელ იყო ის ხო რა ქვია ადამზე და ევაზე ვსაუბრობდით პატარებთან და უცბად შევედით შეხში, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობდით და თვითონ დამისვეს კითხვა რომ ანუ ეს დაცემა რას ნიშნავსო ეს ის რას ნიშნავსო რა ქვია ეშმაკიო რანაირად შევიდა სამოთხეში ან ადამიანი როგორ მოკვდაო და ფიქრობ ღმერთო მეთქი ხა როგორ შეიძლება ამათ აუხსნეს პატარებს რა თავის ენაზე რაღაც და უცბად დამარტყა თავში ესეთმა მაგალითმა რომ ფიფქია და 7 ჯუჯა გამახსენდა. და ეს მონაკვეთი ყველა მიცით, რომ ის დედინაცვალი რომ მიდის და ვაშლს რო აძლევს ფიფქიას და რო აჭმევს და ფიფქია რო კვდება ეგრე, ხო? ეს ცოტა სხვა თემაა ხა, მაგრამ ანუ რის თქმა მინდა რომ და მე ყველაფერი გაიგეს უცბად, ანუ მიხვდნენ რაც მოხდა რა იქ თავის დროზე სამოთხეში. და ეს არის რომ აი შეიძლება რაღაცა სხვა ენით იყოს საჭირო, რაღაცის მიწოდება, ანუ შეიძლება ჯერ ცოტა შემზადებაა საჭირო, ხო? აი ბასილი დიდი საუბრობს ხოლმე საუბრობს თავის ერთ-ერთ ნაშრომში როგორ მიიღოს ადამიანმა სარგებელი წარმართული ლიტერატურიდან მაგალითად ეს კიდეც საკეთებაა მაგრამ აი ეს არის რომ როგორ იზრდება ადამიანი თანდათან ხო შეიძლება დავიწყოთ რაღაცა ლექსების კითხვით შეიძლება დავიწყო რაღაცა მხატვრული ლიტერატურის კითხვით ზოგადად კითხვა დავიწყო იქ გავეცნო რაღაცა კლასიკოსებს იქ გავეცნო თანამედროვე მწერლებს და მერე უკვე აი როდესაც ეს ყველაფერი გადაივლის, კიდე წყურვილი რო გაქვს ადამიანს, მიიღო უფრო დიდი ცოდნა და მერე გადაშლი აგერ წმინდა მამის ოქროპირს გადაშლი, გრიგოლ დოზელს გადაშლი და უკვე იღებს საღვთო სიბრძნეს და აი ესე არის, აი როგორც გამშრალი მიწა არის ადამიანიო და წყურიაო საღვთო სიბრძნის მიღება, მაგრამ შეიძლება ვერაცნობიერებდეს ამას, იმიტომ რომ ამ ქვეყნიური რაღაცები იმდენად, ასე ვთქვათ, გვიფანტავს ჩვენ გონებას ხშირად და იმდენად ასე ვთქვათ, გვაკარგინებს იმის ძალას, რომ თუნდაც კონცენტრირებული ვიყო რაღაც კვირაში ერთი დღე სასულიერო ცხოვრებაზე, ხო, რა სასულიერო ცხოვრებაზე ტაძარში მივიდე, აღსარება ჩავაბარო და ვეზიარო, რომ ჩემს სულს მივცე სულიერი საკვები, ხო, აი, როგორცო გამომშრალი მიწაო, რომელსაც წვიმის წვეთები ეცემა და პირდაპირ ისრუტავს ამ წყალსო, ასე არისო თითოეული ადამიანის გონებაო საღვთო სიბრძნისადმიო, ანუ ის ცოტა ასე ვთქვათ, წვეთები, აი წმინდა მამის ფრაზები იქნება თუ ეკლესიის
წმინდანების რაღაცა ცხოვრებისეული მაგალითები, ამას ყველა ადამიანის გონება ისრუტავს ისე როგორც აი ღრუბელი, როგორც ეს მშრალი მიწა ახალწამოსულ წვიმას, რომ და ხო რაც ვთქვით, რომ შეიძლება ვერ გააცნობიეროს ადამიანმა, მაგრამ აი როდესაც უკვე ამის გემოს გაიგებს, მერე უკვე თავად მოუნდება, აი როგორც ფსალმუნში არის, ხო? ესე იგი როგორც ირემსო ისე წყურია შენ და მე ღმერთო ჩემსულსო. ესეთი ამბავი არის, რა ვიცი. რამდენად გავიცი პასუხი. მადლობა ჯუბა. შემდეგი შეკითხვა. ნათლისღება რო არის და რო უცავთ ნათლულები ნათლიას. ნათლია უნდა დაგერგოს თუ ნათლია? ეს რა ვიცი, ხა ესეთი კითხვა არის. მოდის თქვათ, აქ შეიძლება გარკვეული რბოლაც, ასე თქვათ. ვიცაც მოდის თქვათ, ვინც მოასწრებს პირველი ხარებას და მილოცავს ამ დღესასწაულისა, მე ჩემ სუბიექტური აზრი არის, რომ ნათლულმა უნდა მიულოცოს ნათლიას იმ კუთხით, რომ აი სწორედ იმ პიროვნების წყალობით მე შევაბიჯე ეკლესიაში, იმ პიროვნების წყალობით გამეხსნა მე, ასე ვთქვათ, აი ეს საღვთო მადლის კარიბჭეები და რა თქმა უნდა პატივს ვცემ მას როგორც შემსულიერ მშობელს და იმან კი არ უნდა მომილოცოს და ის კი არ უნდა მელოცოს. აი ეგრევე უნდა მიულოცო როგორც დადგება ეს დღესასწაული და ასე ვთქვათ ვილოცო მისთვის რომ ღმერთმა გააძლიეროს. იმიტომ რომ გარდა იმისა რომ საკუთარი პასუხისგებლობაც აქვს, მას ჩემი პასუხისგებლობაც აქვს და ჩემზეც არის ის პასუხისგებელი როგორც მშობელი. მადლობა. გაიხარე ნიკოლოზ, ასვებსაც თუ აქვს შეკითხვა, ძალიანაც გადავტვირთავთ გაბრიელს. გარდაიზარებს გაბრიელი პასუხების გაცემას, მაგრამ სხვასაც თუ ვინმეს კითხვა აქვს. ეს დავამატებ მირზა მირონცხებასთან დაკავშირებით, ბოდის სანამ კითხვას დასვავენ თუ აქვთ ვინმეს კითხვა, აი ერთს დავამატებ სანამ იტყვით. ესე იგი მირონცხება გარდა იმისა, რომ ადამიანს ეცხება ხო მირონი და აღიბეჭდება სულიწმინდის მადლით, აი თუ ყოფილხართ ტაძრის კურთხევის მსახურებაზე, თქვენ ნახავთ, რომ ეკლესიის კედლებსაც ჯვრის სახით ეცხება მირონი და ამ კუთხით ასე ვთქვათ, ამ ასე ვთქვათ, ნაგებობის კურთხევაც ხდება. იქ კიდევ ცალკე არის ტრაპეზის კურთხევა, ცალკე მთლიანად ტაძრის კურთხევა, გულისხმობს მსახურების კუთხით და ესეც არის ერთ-ერთი მინიშნება, იმიტომ რომ მირონი არ არის უბრალოდ აი ზეთი, რაღაც სურნელოვანი ზეთი. ამას აქვს თავისი დატვირთვა და პირველ საუკუნეებში თუნდაც აი მოციქულა, აი თუ დავაკვირდებით მოციქულთა საქმეების თხრობას, მოციქულები აწვდიან საკუთარ დადგენილ ეპისკოპოსებს მირონს და ისინი ცხებენ, მე ისინი უკვე პრესვიტერებს აძლევენ იმის უფლებას, რომ ან მღვდლებს აძლევენ იმის უფლებას, რომ სხონ ადამიანს ეს ზეთი და ეს არის თავარი, რომ ეს მირონიც იხარშება რა გარკვეული მცენარეებისგან აქვს თავისი ასე ვთქვათ მსახურება ხო დადგენილი არ არის აი რაღაცა უბრალო სურნელოვანი რაღაცა კარგი სურნელის მქონე ზეთი რომელსაც მე სიტყვაზე ყოველ მსახურებაზე მცხებს მოწყარი ეს არის კიდევ ცალკე ეს სულიწმინდა როგორც ჩანს რომ ინება აი ამ კუთხით რომ გადაცემდა ადამიანს თავისი მადლი ხო აი ეს მოდის დღემდე უწყვეტად ეკლესიის ისტორიაში 2000 წლოვანი ისტორიაში ხო მეტი კიდე უფრო აი მოდის უწყვეტად ეს სამოციქულო ჯაჭვი იქნება ეს მირონის მოხარშვის ტრადიცია იქნება თუ რაც იქნება ხო ეს ეკლესიები როდესაც ხარშავენ მირონს და ეს რაღაც გარკვეულ პერიოდში ერთხელ ხდება როდესაც ამოიწურება ეს მარაგი და შემდეგ უკვე იწყება ახალი მირონის მოხარშვა და ეს არის დღესასწაული, აი მთელი მსახურება არის დღესასწაული, იმიტომ რომ დიდი მოვლენა ხდება, ისეთი მოვლენა, რომელიც იშვიათია და არა, რა თქმა უნდა, ყოველდღიური და ამიტომაც არის, რომ ძალიან დიდი ადგილი ეთმობა თუნდაც მირონის მოხარშვას და შემდეგ ძალიან საცუდად, ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი მოფრთხილებით ინახება ის ტაძარში საკურთხეველში იქნება ეს სპეციალურ ჭურჭელში ტრაპეზზე გაბრძანებული თუ ასე შემდეგ, აი თვალის ჩინევით უფრთხილდება მას ყველა მოძღვარი და ყველა ასე ვთქვათ სასულიერო პირი, ვისაც აბარია ეს დიდი სიწმინდე. ნუ ყველას ესეთი ისა აქვს რო ქვი. ხო. გაბრიელ ორიოდე სიტყვით რომ უთხრათ აი ერისკაცის ეკონომიის შესახებ როგორ ნათლავს ერისკაცი ვის ნათლავს და შემდეგაც რა ხდება ეს საინტერესო საკითხია და კი ბატონო
კი ბატონო, ეს მადლობა მირზა მთავარი გამოგვრჩა საუბრისას. ხო, ნაცლობის ჩატარება შეუძლია ერისკაცსაც, ოღონდ როგორ მოდი ესეც ვთქვათ. ესე იგი, თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჩემს გვერდით არის ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის მონათლული და ჯვარი წერია ყველას და უცბად შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ეს ამ ადამიანმა შეიძლება აი რამოდენიმე საათში დატოვოს ეს ქვეყანა, გარდაიცვალოს და დიდი სურვილი აქვს იმისა, რომ მოინათლოს და იმ მომენტში ახლა არ არის ფიზიკურად იმის შესაძლებლობა, რომ გვდელი მოვიდეს, ჩაატაროს მსახურება და მოინათლოს ეს ადამიანი. ყველა ადამიანს, ქალსაც და კაცსაც, რა თქმა უნდა, ის თავად მონათლული უნდა იყოს, ვინც ამას ატარებს, შეუძლია მონათლოს ადამიანი, მომაკვდავი ადამიანი, უხეშად რო ვთქვათ, დიდი იქნება, პატარა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. როგორ? აი ეს ფორმულა მე მგონი ყველამ უნდა ვიცოდეთ, ისევე როგორც წამსის ზეპირად, რომ აი რაღაცა რო იყოს, უცბად მოინათლოს ადამიანი და ეს არის რა, აი მაგალითად ქალი იქნება, ქალის შემთხვევაში ვამბობთ მხევალს, მამაკაცის შემთხვევაში ვამბობთ მონას, ხო? და მომნათვლელი, აი მაგალითად, ჩემ გვერდზე თუ ვიღაც ადამიანი უხეშად რო ვთქვათ, კვდება, რომ მოვასწრო მისი მონათლვა, ხელში ავიღებ რა წყალს, ვამბობ ჯერ აი ამ სიტყვებს, ნათელს იღებს სიტყვაზე, ნათელს იღებს მონახვთისა გიორგი, სახელით ამამისათა, ამინ, დავასხა წყალი, დაძისათა, ამინ და სულისაწმინდისათა, ამინ. და ეს ადამიანი ითვლება მონათლულად. და თუ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანი გავიდა ამის შემდეგ ამ ქვეყნიდან და გარდაიცვალა, იმას ეკლესია იღებს როგორც მონათლულ ადამიანს. და ჩვეულებრივ, როგორც მართლმადებელ ქრისტიანს, ისე შემიძლია მოიხსენიო, მსახურებაც, ასე ვთქვათ, ჩავატაროთ და ასე შემდეგ პანაშვიდი გადაუხადოთ და ასე შემდეგ. ოღონდ რა ხდება ამაში? ნებისმიერ შემთხვევაში მე ვალდებული ვარ, რომ მივიდე მოძღვართან ან ეპისკოპოსთან და ვუთხრა ამ ამბის შესახებ. და რა გქთვით, რომ თუ სიტყვაზე ნათლობის მერე ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაზევე დარჩა და არ გარდაიცვალა და გაუმჯობესდა და გამოკეთდა და ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც ესე უცბად მოუნათლავთ ადამიანი და მე კი აღარ გარდაცვლილა, არამედ პირიქით მობრუნებულა ამ ქვეყანაზე და ჩვეულებრივ სახსალამეთი გაუგრძელებია ცხოვრება. ამ შემთხვევაში ხდება ის, რომ მივდივართ ეკლესიაში და მოძღვარი, ჩემი მოძღვარი იქნება თუ ასე ვთქვათ, ეპისკოპოსი იქნება თუ ვინც იქნება, სადაც მივდივარ, როცა მოუყვები ამ ამბის შესახებ, ის უკვე დაასრულებს ამ მსახურებას. როგორ დაასრულებს? ანუ ეხლა ადამიანი ხო ვერ წაიკითხავს ყველა იმ ლოცვას, რაც ნათლობის დროს იკითხება, იმიტომ რომ საინტერესო არა, ნათლობის დროს იკითხება თუნდაც აი კვეთებულის ლოცვას რო ვეძახით, ხო? ეშმაკის, ასე ვთქვათ, განდევნის ლოცვა იკითხება, აღთქმებს რო ვდებთ, ხო, შეუდგები ქრისტესა და ასე ვთქვათ, განუდგები უწმინდურ და ბოროტ სულს და შემდეგ თავარი რაც ხდება, მირონცხება, ანუ და სასულიერო პირი მოძღვარი მღვდელი ეპისკოპოსი ვინც იქნება, შემდეგ უკვე აი სრულყოფილად დაასრულებს ამ მსახურებას, აცხებს მირონს და უკვე თავისთავად სრულყოფილი ნათლობა ჩატარდება ამ ადამიანზე. და აი წეღანაც რო თქვით, თუ სამწუხაროდ არ მოხდა ესეთი ამბავი და ეს ადამიანი გავიდა ამ ქვეყნიდან, ის მაინც ითვლება მონათლულად, ანუ აი ეკლესიის ეს არის ეს მთავარი დამოკიდებულება, რომ ყველა საშუალებას ხმარობს იმის გამო, რომ ადამიანის სული გადარჩეს და არ წარწმდეს და ეს ფორმულა ალბათ აი საზეპირო ყველასთვის ამ მგონი ჩვენგანისთვის, რომ ვიცოდეთ ასეთ სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ, შეგვიძლია მარტივად აი ესე მოუნათლოთ ადამიანი და შემდეგ უკვე თუ გარდაიცვალა ამასაც რა თქმა უნდა შევატყობინებ მოძღვარს ან ეპისკოპოსს და თუ არ გარდაიცვალა და გამოკეთდა, შემდეგ უკვე მივალთ ტაძარში და ეს ნათლობა დასრულდება და მიიღებს ასე ვთქვათ დამოგვირგვინებელ სახეს. უბრალოდ ის ნათლისღების სიმბოლო არ მეორდება. ხო, ნათლისღების სიმბოლო თავისთავად არ გამეორდება. ანუ ის ფორმულა, რომ ნათელს იღებს რაღაც მონახვთისა გიორგი სახელით ამას. ნათლისღება არ შეიძლება განმეორება. კი, მირზა, მადლობა, ამასაც ვიტყვით. ესეც არ მითქოს. გაბრიელ, კიდევ ერთ რაღაც ისეთი მეც ჩვენც რო სწავლობდით, რომელი საკითხებმაც დაგვაინტერესა და დაგვამახსოვრდა, ისეთ საკითხები მინდა რომ გავავრცელოთ ჩვენც და კიდევ არის შემთხვევები და მეთანხმები, როდესაც არ იცის ადამიანმა მონათლული არის თუ არა. და ამ დროს რა ხდება, ამასაც რო ორიოდე სიტყვა უთხრათ, ფორმულაზე რა დანამატია, ანუ უკვე თუ ნათელღებულ არა არს, როგორ არის. და რა ხდება, ამაზეც ორიოდე სიტყვა რომ მოვახსენოთ.
კი ბატონო. აი უბრალოდ ის ვთქვათ, რომ ნათლობა არის ერთი, ანუ ნათლისღება არის ერთი და წამსი რო გავიხსენოთ, აი ერთ-ერთი წევრი არის თუ დავაკვირდებით, ასეთი კაფიო ხაზგასმა აღვიარე ფერდსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა. ისევე როგორც ადამიანის შობა არის ერთი ამ ქვეყანაზე და მეორეა შეუძლებელია, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, ასევე არის ესეც, რომ ადამიანი სულიერად იშვება ერთხელ და აი თუნდაც წარსული ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ხშირი იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს არ ახსოვდათ საერთოდ მონათლულები იყვნენ თუ არა და ასეთ შემთხვევაში აი წეღარო ვთქვით ფორმულა, ხო? ნათელს იღებს მონახვის გიორგი, ამ ფორმულას ემატება რა? ამ ფორმულას ემატება ასეთი სიტყვები, უკვე თუ არა ნათელღებულ არს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ხო, თუ ეს ადამიანი არ არის მონათლული და პირველად ინათლება, ხო? აი ამ შემთხვევაში ეს ფორმულა ჩვეულებრივად როგორც სრული ფორმულა ისე მოქმედებს და აქაც ასე ვთქვათ გარკვეული საფრთხე ეკონომია არის, იმიტომ რომ იმ ათეისტურ პერიოდში, როდესაც დევნა და რბევა მიმდინარეობდა თუნდაც ტაძრების, თუნდაც ადამიანების და არ იყო ასეთი თავისუფლება რწმენაში, უამრავი ადამიანი შეიძლება ჩუმად ყოფილიყო მონათლული ისე რომ არავინ არ იცოდა ამის შესახებ გარდა რამოდენიმე ესე ვთქვათ ოჯახის წევრისა, შეიძლება არც ყოფილიყო მონათლული და ასეთ შემთხვევაში აი ეკლესიას აქვს ასეთი საშუალება, მოდი უხეშად რო ვთქვათ, ანუ ასეთი ბერკეტი, რომ არც ერთი ადამიანი არ დატოვოს ასე ვთქვათ მადლის ნუგეშის და წყალობის გარეშე. კი ბატონო და ამ თემებზე საინტერესო მსჯელობები იყო მართლაც კურსზე. ბევრი საკითხი იკვეთებოდა. გაგვახსენდა ხომ რა სემინარის საუბრები. კი ბატონო. კი ბატონო. და საინტერესო ვინმეს კითხვა აქვს ნათლისღებაზე ძალიან ბევრი შეიძლება ერთი ლექციის პარალელში ჩვენ ვერ ამოვწურათ ამ საკითხს, რა თქმა უნდა. იმდენი განსახილველი საკითხია, თუნდაც არაქრისტიანის სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიღება როგორ ხდება, პრაქტიკა როგორ არის ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში, ძალიან ბევრი საკითხი შეიძლება გამოიყოს, მაგრამ ძირითადი ჩვენი მისია დანიშნულება და მიზანი არის, რომ ის ძირითადი ფუნდამენტური საკითხები გამოვყოთ, რაც შეეხება ამ ეკლესიის ორ საიდუმლოებას. და შემდეგ უკვე სხვა საიდუმლოებზეც ვისაუბრებთ. შენ რჩევასაც მივიღებთ გაბრიელ, მე ჩვენ ვაპირებთ, რომ აი ნათლისღებაზე და მირონცფებაზე დღეს ვისაუბრეთ, შემდეგ მაგალითად სიარებასა და აღსარება ზიარების საიდუმლოზე ცალკე ერთად გაერთიანდეს ეს ორი საიდუმლო და ხორცინებ ცალკე და ასე შემდეგ. კი ბატონო, და სხვა შორის აი ახლა აღნიშნე მირზა მაგის თქმას ვაპირებდი, იმიტომ რომ სხვადასხვა შეხედულებები არის, თუნდაც სხვა აღსარებლობის ადამიანი როგორ უნდა მიიღო, უბრალოდ სხვა ქრისტიანული დენომინაციის, იმიტომ რომ არის მაგალითად იცით, რომ არსებობს მაგალითად სომხური გრიგორიანული ეკლესია, არსებობს კათოლიკური ეკლესია, არსებობს პროტესტანტული ბაპტისტური ეკლესიები და ასე შემდეგ და სხვადასხვა ეკლესიებს, მოდის თქვა, სხვადასხვა შეხედულება აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა კი ყველა მათგანი გამომდინარეობს მსოფლიო კრების დადგენილებებიდან და მსოფლიო კრებების კანონებიდან. ჩვენს ეკლესიაში ყველა ნებისმიერი იმიდან მოქცეული, ასე ვთქვათ, დენომინაციიდან მოქცეულ ადამიანს თავიდან სრულად ხდება ნათლისღების ჩატარება. ზოგიერთ ეკლესიას აქვს უბრალოდ ასეთი პრაქტიკა, რომ სადაც სადაც ფორმულა ის ზედმიწევნით იქნა წარმოთქმული და წესი შესრულებულია, აი ეს ფორმულა, ხო, ნათელს იღებს ესა მონახვის ესა და ეს სახელითა მამისათა ამინ, დადისათა ამინ, დასულისაწმინდისათა ამინ. მასზე მხოლოდ მირონცხება სრულდება, ან შეიძლება უბრალოდ წერილობითი, ასე ვთქვათ, საბუთის ხელწერილის დაწერა მოხდეს და ამ ფორმით იქნას მიღებული ისევ ეკლესიის წიაღში. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სხვადასხვა ეკლესიას სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს ამასთან დაკავშირებით და ამაზეც ხშირად ყოფილა თუნდაც ჩვენს ჯგუფში და ჩვენს კურსზე განხილვა თემა და საუბარი სხვადასხვა კუთხით და ხო, ჩვენთან უნდა აღინიშნოს რა, რომ აი გრიგოლ ხაცთელის ცხოვრებაში არის ეს მონაკვეთი, როდესაც მას ეკითხებიან, რომ როგორ უნდა მივიღოთო სხვა აღმსარებლობიდან გადმოსული ადამიანიო ქრისტიანობაში და გრიგოლი ხაზგასმით ამბობს, რომ სრულად მოინათლოს თავიდან.
ნებისმიერ ონთ ის არ აკეთებს გამონაკლის რომელიმე კონკრეტულ იმაზე ის ამბობს აი ყველა ასე ვთქვათ სხვა დენომინაციას ერთნაირად უყურებს და ამბობს რომ როდესაც ადამიანი მოდის ისევ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა მოინათლოს სრულად და თავიდან ეს ამბავი არის გამონაკლისი კი არა ეს ხელმეორედ ნათლობას რაც ეხება ასე ვთქვათ თუ ადამიანი სხვა თუნდაც სექტაში არის ან როგორც ვთქვით ეს პროტესტანტი იქნება თუ კათოლიკე და ასე შემდეგ თუ სომხური გრიგორიანული ეკლესიის წარმომადგენელი ინათლება ასე და ვფიქრობ გრიგოლ ხანძთელის სიტყვა საკმაოდ საინტერესოა ამასთან დაკავშირებით პასუხიც სალსახა არის და მე მგონი ყველა ასე ვთქვათ გაურკვევლობას ფანდავს რა სიტყვა მირსა კი სადაც კრებაზე ეპისკოპოსები ვერ შეთანხმდნენ და როცა გრიგოლი მოვიდა რომელიც არ იყო ასეთი მაღალი იერარქი ამ ადამიანის სიტყვას ყველა მორჩილად შეხვდა და როგორი ადამიანი იყო მართლაც სეცისაკაცი და ქვეყანის ანგელოზი და მისი სიტყვა მართლაც ერთ-ერთი მთავარი სიტყვა ჩვენს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში რა თქმა უნდა. კი ბატონო. კითხვები მადლობა, ძალიან კარგი თამაშდება დამჭა უკვე თქვენს მიმართ და წარმატებებს გესურვებთ. მადლობა ნიკოლოზ. კარგი თუ ვინმეს კითხვები არ აქვს დამატებით მე დიდ მადლობას მოვახსენებ გაბრიელს რომ შემოვერთდა ჩვენს ონლაინ საკვირაო სკოლას და ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ჩემი აზრით და დამეთანხმებით ალბათ თითეული თქვენთაგანი სამადლობელ წერილებს წერენ მიმოწერებშიც და ჩვენს WhatsApp ჯგუფშიც მონაწილეები მაყოფილი დარჩნენ დღევანდელი შეხვედრის და დიდი მადლობა გაბრიელ ჩვენ ყოველთვის გქონდა და გვაქვს შენი იმედი და მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხარ. დიდი მადლობა თქვენ. მეტრეც ცოტა კითხვები დასვა აქტიურად არ გვერდდება ახლა, მაგრამ რას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეც ამ შემთხვევაში ვარ დღეს. კი ბატონო. გაიხარეთ. თავარია რომ ჩავერთვეთ და არ გასცდა დღევანდელი შეხვედრა. შეიძლება მირზა ბოდიში. ანუ მამა კეგელიას უდის ეცლება ბასილს როდის ჩაატარებთ? მამა ბასილთან გქონდა ჩვენ საუბარი რამდენჯერმე და როგორც კი შეძლებს ის შეგვეხმიანება და ჩვენ მას ჩაუნიშნავთ შეხვედრას და აუცილებლად ინფორმაციას მოგაცდეთ ამის შესახებ. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მირზა შენ დემეტრეს დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ ვინც გვისმენდით და ხო მინდოდა უბრალოდ დღევანდელი შეხვედრისას გვესაუბრა და უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა აი ეს ძირითადად პრაქტიკული ნაწილი უფრო ამ საიდუმლოებთან დაკავშირებით და ხო მთავარი რაც იყო რომ ეს წინასახეები რა იყო იმიტომ რომ ყველა ნებისმიერ დღესასწაულს და ნებისმიერ საიდუმლოს ხო ყოველთვის აქვს რაღაც თავისი წინასახეები აი თუნდაც ზიარებაზე რო ვთქვით ხო ერთ-ერთი უდიდესი მონაკვეთი როდესაც აბრაამი მაგალითად გამოდის ბრძოლიდან და ხვდება სოდომის მეფე და მელქისედეკი და გამოაქვს პური და ღვინო ამას და მელქისედეკს და ეს ზიარების სახე ეს მელქისედეკთან აი ამ ყველაფრის თუნდაც მელქისედეკი ვინ იყო თავის პიროვნებით და ასე შემდეგ ეს კიდე ცალკე თემაა და კიდევ არის ბევრი სხვადასხვა საკითხი. იმედი მაქვს რომ დამღლელი და ისეთი არ იყო ჩემი საუბარი და რაღაცა პატარა წვლილი მაინც შევიტანე რაღაცა თქვენს ასე ვთქვათ პირად ცხოვრებაში და რაღაცით წაგეხმარეთ. მოკლედ მადლობელი ვარ რომ მომისმინეთ, მადლობა თქვენ გულითადი მიღებისთვის და გამეხარდა ძალიან თქვენთან შეხვედრა.